პროდასავლელი 8 ლიდერის სასამართლო ახალ ბრალზე. ეს არის ოფიციალურად საბოტაჟის საქმე, რეალურად კი პოლიტიკური მოტივით წარდგენილი ახალი ბრალი. საქმეები გაერთიანებულია წინასწარი ინფორმაციით იმ პოლიტიკოსების შემთხვევაში, რომლებიც ისედაც დაპატიმრებულნი არიან: მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, გიორგი ვაშაძე, ზურაბ გირჩიძე, ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია. ივანიშვილის პროკურატურა შუამდგომლობა წინასწარ პატიმრობაზე აღარ დაუყენებია. ლელოძლიერი საქართველოს ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში კი პროკურატურას გირაოს შეფარდება უნდა მოეთხოვა. ნატალი ჯახუტაშვილი მორიგი პოლიტიკური ბრძოლისას და ბრალის დეტალებითაც მის ხელთ პოლიტიკური საქმის მასალების ნაწილია, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტიც არის სალომე ზურაბიშვილი და სწორედ ამით დაიწყებს ნატალი ახლა ჩვენს ინფორმირებას. ტელეკომპანია ფორმულა მოიპოვა სუსის და პროკურატურის მიერ ერთობლივად შედგენილი საქმის მასალებია. ეს დოკუმენტაცია მრავალტომიანია, ძალიან მოცულობითი და როგორც გაირკვა, ფორმალურად გამოძიება დაიწყო ღიად პრორუსული ორგანიზაციის ნეიტრალური საქართველოს ლიდერების ჩვენებების საფუძველზე. პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ პროკურატურაში ჩვენებები მისცეს ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეულმა ვატო შაქარიშვილმა და ნანა კაკაბაძემ. ჩვენ სრულად მოვიპოვეთ მათი გამოკითხვის ოქმები. ისინი ხელს იშვერენ პოლიტიკური ოპონენტების მისამართით, თუმცა ამ ჩვენებებში მათ ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარადგინეს იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკა გვარამია, ზურაგირჩი ჯაფარიძე და სხვა პოლიტიკოსები, ვისაც ისინი ახსენებენ გამოკითხვაზე, საბოტაჟში იყვნენ ჩართულები. ამ ჩვენებაში ვკითხულობთ მხოლოდ ამ ადამიანების მოსაზრებებს და ისინი მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერები მოქმედებდნენ ქვეყნის საზიანოდ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი დადიოდნენ დასავლეთში, ხვდებოდნენ ჩვენს პარტნიორებს და აწვდიდნენ ინფორმაციებს ქართული ოცნების ანტიდასავლურ ქმედებებთან დაკავშირებით. აქ საყურადღებოა ისიც, რომ ნანა კაკაბაძემ ჩვენება მისცა მათ შორის საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. პრორუსი ნანა კაკაბაძე ამტკიცებს, რომ უცხო ძალების დირექტივებით მოქმედებდა სალომე ზურაბიშვილი, როდესაც მან შეიწყალა ნიკა გვარამია, რურუა, უგულავა და სხვა პოლიტიკოსები. ასევე ვატო შაქარიშვილი ჩვენებაში ახსენებს გიორგი გახარიას და პირდაპირ აძლევს ჩვენებას ექს-პრემიერის წინააღმდეგ. მისი რიტორიკა არაფრით განსხვავდება ქართული ოცნების გზავნილებისგან. ის ჩვენებაში ჩორჩანას ეპიზოდს ახსენებს, ასევე 20 ივნისის საქმეს. ჩვენ ცოტა ხნით დავუკავშირდით ორივე მათგანს და როგორც აღმოჩნდა, ნანა კაკაბაძემაც განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ეს ბრალდებები მხოლოდ და მხოლოდ მისი ვარაუდია. ახლა მთავარი კითხვა არის, აღიძრება თუ არა გამოძიება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ და დაიბარებენ თუ არა საგამოძიებო ორგანოები საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს გამოკითხვაზე, თუმცა ამ კითხვებზე ჯერჯერობით პასუხები არ გვაქვს. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფისა და შიდა პოლიტიკაში ჩარევის აშკარა მაგალითებია ის შეწყალებები, რომელიც მეხუთე პრეზიდენტმა განახორციელა მელიას, რურუას, უგულავას, ოქრუაშვილის და სხვა იმ კრიმინალების მიმართ, რომლებიც იყვნენ ან ნაციონალური მოძრაობის წევრები, ან მხარდამჭერები და ან დამფინანსებლები. შეწყალებაზე ევროპარლამენტარმა ქალბატონმა, რომლის გვარსაც ვერ ვიხსენებ, განაცხადა, რომ მასთან ჰქონდა საუბარი ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ. ამაზე არსებობს ასევე ნიკა გვარამიას განცხადება, სადაც იგი ამბობს, რომ ზურაბიშვილს ჰქონდა დეკემბრამდე მისი გათავისუფლება. ანუ ნათელი იყო, რომ მითითება მოდიოდა ქვეყნის გარედან. ალბათ გამოძიება ვერ მოიპოვა ის მტკიცებულება ამ ეტაპზე, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის დაეყენებინა ბრალი. აქედან გამომდინარე, სანამ ასეთი სტანდარტით, რაც გამოძიება სჭირდება, ვერ იქნება მოპოვებული მტკიცებულებები, მანამდე ვერ წარადგინება. ბუნებრივია, ჩვენ ვარაუდებზე ხო ვერ წარუდგენენ ბრალს. ამიტომ როცა იქნება, თუ იქნება ასეთი, მაშინ მოხდება. ჩვენ ვეუბნებით ეს ფაქტები, ამაზე და ამაზე მიუთითებს და გთხოვთ გამოიძიოს. ამას სჭირდება გამოძიება. ჩვენ ასე ვფიქრობთ, თუ ასეთი დონის მტკიცებულებებს მოიპოვებენ, რა თქმა უნდა დაიბარებენ. საბოტაჟის საქმეზე მიცემული გაქვთ თუ არა ჩვენება საგამოძიებო უწყობაში?
ჩვენი ქვეყნის პრემიის წინააღმდეგ მიცემული მაქვს ჩვენება ნამდვილად. ბატონო სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთი თვალსაჩინო სახე არის მოღალატეობრივი საქმიანობის. თქვენი აზრით სალომე ზურაბიშვილს უნდა წარუდგინონ ბრალი? მე რა უნდა აქვს პასუხი, ვისაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აქვს დანაშაული ჩადენილი. ჩვენ ამ წუთებში ვიმყოფებით თბილისის საქალაქო სასამართლოსთან წუთზე აქ უნდა დაიწყოს პროცესი ეგრეთ წოდებული გადატრიალების და საბოტაჟის საქმეზე ადვოკატები უკვე ადგილზე არიან ბადრი ჯაფარიძე შევიდა სულ ცოტა ხნის წინ სხდომათა დარბაზში თუმცა მას შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია ვიცით ის რომ 8-დან 6 პოლიტიკოსთან მიმართებით წინა სასამართლოს სხდომის ჩანიშვნის თარიღზე უნდა იმსჯელონ დღეს პროცესზე შესაბამისად ეს იქნება ტექნიკური სხდომა რაც შეეხება ლელოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მათთან მიმართებით პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით რომ აღკვეთი ღონისძიების სახით მათ შეეფარდოთ მილიონი ლარი ადვოკატები აცხადებენ რომ რა თქმა უნდა ეს საქმე არის აბსურდული და შეკერილი პოლიტიკურად მოტივირებული და ლელოს ლიდერების უფლებადამცველები აცხადებენ რომ ისინი მოითხოვენ დღეს სხდომათა დარბაზში რომ საერთოდ შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ასევე ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ჩავწერეთ ამ საქმის პროკურორი როგორც იცით საქმის მასალებში ასევე დევს ფარული აუდიო თუ ვიდეო ჩანაწერები ამ кейსთან დაკავშირებით ჩვენ კითხვები დავუსვით პროკურატურის წარმომადგენელს და მან განაცხადა რომ მათ ნამდვილად აქვთ ეს აუდიო ჩანაწერები მისი განცხადებით ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ ზურა გირჩი ჯაფარიძე გიორგი ვაშაძე და ელენე ხოშტარია და დღეს როგორც გაირკვა უცხო მტრულ ძალაში ქართული ოცნების პროკურატურა გულისხმობდა უკრაინას პროკურატურის წარმომადგენელმა პირდაპირ განაცხადა რომ მათი გამოძიებით დადგინდა თითქოს უკრაინიდან დაინტერესებული ჯგუფები დირექტივებს აძლევდნენ საქართველოში მყოფ ქართველ პოლიტიკოსებს რომ მათ დეზინფორმაცია გაევრცელებინათ ქართული ოცნების პოლიტიკასთან და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით ჩვენ ვკითხეთ ვის გულისხმობენ პროკურატურის წარმომადგენლები იგულისხმებიან თუ არა ზელენსკის მთავრობის წევრები ან საერთოდ არიან თუ არა ეს პირები იდენტიფიცირებულნი თუმცა ამ კითხვებზე პროკურორმა პასუხები არ გაგვცა მონაწილეობენ ფიგურანტი პირები არიან ელენე ხოშტარია და ზურა გირჩი ჯაფარიძე სხვა პირებთან ერთად საუბარი არის იმაზე რომ უკრაინაში მოქმედი ინტერესთა ჯგუფები მათ აძლევთ დავალებებს რომ შეაგროვონ და გაავრცელონ სრულ ინფორმაცია და სრულ ნარატივები თითქოს საქართველოს სახელმწიფო არღვევს სანქციებს რომელი წლის არის ეს აუდიო ჩანაწერი ეს მაინტერესებს ერთი აუდიო ჩანაწერია თუ რამდენიმე მსგავსი ტიპის სატელეფონო საუბარია თუ არა და ასევე ესეც იქნებ დაგვიზუსტოთ ანუ უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები ატლებდნენ დირექტივებს ქართულ პოლიტიკოსებს თუ არ იყვნენ ისინი მთავრობის ოფიციალურები მე არ მithქვამს რომ ეს მთავრობის წევრები არიან ან მე არ მithქვამს რომ სახელმწიფო აძლევდა ასეთ დავალებებს მე ვთქვი უკრაინაში მოქმედი დაინტერესებული პირთა ჯგუფი და ამის მეტის განმარტებას ამ ეტაპზე არ ვაპირებთ რა თქმა უნდა რაც შეეხება ფარულ ჩანაწერი გაკეთდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ პერიოდში და არის სატელეფონო საუბარი ეს არ არის სატელეფონო საუბარი ეს არის ადამიანების შეხვედრა აქ საუბრობენ ელენე ხოშტარია და ზურა გირჩი ჯაფარიძე თუ რა დავალება მიიღეს ამ უკრაინაში მოქმედი დაინტერესებული პირებისგან. აქ არ არის საუბარი, რომ ამ პირებთან შეხვედრა არის ჩაწერილი. ეს არის კოლექტიური ბრალდება საბჭოთა, ასე ვთქვათ, პროკურატურის სტილში. აიღეს რამოდენიმე საქმე, გააერთიანეს და აქედან გამომდინარე, როდესაც მიიღეს პოლიტიკური დაკვეთა, პოლიტიკურ ლიდერებთან მიმართებაში დაიწყეს სისხლის სამართლებრივი დევნა. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, მოგეხსენებათ, ნიკა ორჯერ არის დაპატიმრებული და აქედან გამომდინარე, სრულიად ალოგიკური იქნებოდა მასთან მიმართებით
კვლავ მესამე აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებით რომ შესრულიყვნენ შუამდგომლობით დღეს მხოლოდ და მხოლოდ მოსამართლე ფორმალურად გამოაცხადებს წინასასამართლო ხდომის თარიღს. საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ ბრალის დადგენილებაც უნდა ეფუძნებოდეს გარკვეულ მტკიცებულებებს და ინფორმაციის ერთობლიობას. აღნიშნულ საქმეში ერთი პირდაპირ მტკიცებულებაც არ არსებობს, რაც პროკურატურამ დღეს გადმოგვსვა საქმის მასალები, რომ რაიმე შემხებლობა აქვს ან კონკრეტული ქმედება განახორციელეს იმგვარი მამუკა ხაზარაძემ და ბადე ჯაფარიძემ, რომელიც შეიძლება შეფასდეს როგორც საბოტაჟი. ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ საერთოდ უნდა შეწყდეს ის სამართლებრივი დევნა. ეს არის სასახად პოლიტიკური დევნა, რომელსაც ახორციელებს სახელმწიფო სტრუქტურები, ის სტრუქტურები, რომელიც უნდა იცავდეს ადამიანის უფლებებს და პირიქით დაკავებული უნდა იყოს დანაშაულის გახსნით. არანაირი სამართლებრივი პროცესი არ მიმდინარეობს, ეს არის პოლიტიკური შურისძიება. მე ერთხელ ვთქვი და განმეორდები, ედავებიან მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დაახლოებით, ასე ვთქვათ, ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრა. სხვა მეტი აქ არაფერი არ არსებობს სამართლებრივი საკითხები. პირდაპირ აი კლასიკური მაგალითი შეიძლება ითქვას პოლიტიკური დევნის. ჩვენ წყარო მოგვაწოდა ასევე სულ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის მასალებს თან ერთვის ვიდეოზე ვოლოდიმერ ზელენსკის საჯარო მიმართვა. ეს მიმართვა თარიღდება გასული წლის 24 დეკემბრით, მაშინ, როდესაც უკრაინულმა მხარემ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და რეჟიმის კიდევ 18 წარმომადგენელს და ამ საჯარო მიმართვაში ვოლოდიმერ ზელენსკი პირდაპირ აცხადებდა, რომ მისთვის მიუღებელია ქართული ოცნების ანტიდასავლური პოლიტიკა. ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება ებრძვის ქართველ ხალხს, ამ ვიდეოში ზელენსკიმ მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქეებს და ახლა ამ ვიდეოს ქართული ოცნების საგამოძიებო უწყებები იყენებენ მის წინააღმდეგ და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. როგორც უკვე გითხარით, წუთზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყება ეს საქმე, რომელიც აღძრულია 8 პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ. ჩვენი ინფორმაციით 8 პოლიტიკოსიდან 5-მა პროტესტის ნიშნად ბოიკოტი გამოუცხადა ამ პროცესს, მათ შორის ელენე ხოშტარიას ადვოკატიც კი არ დაესწრება დღევანდელ სხდომას საქალაქო სასამართლოში. როგორც უკვე გითხარით, ბადრი ჯაფარიძე უკვე ადგილზეა და ასევე დისტანციურად სხდომას ჩაერთვება კლინიკა ვივა მედიდან ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილიც.